იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. ძალიან ბედნიერი ხარ, აუ რაღაცნაირად იცი როგორ ვარ, აი ძალიან მიხარია დუბაიში რომ მივდივარ და ყოველთვის ვოცნებობდი რომ ჩემს საყვარელ მამაკაცთან ერთად წავსულიყავი. აუ მეც მაგრად მიხარია. და შემისრულა? აი შეგისრულებდა ეხლა რა, მე ძალიან ბედნიერი ვარ რა. მართლა? აუ ძალიან და იცი უბედურები ვინები იქნებოდნენ ეხლა? ვინ? შენი ქმარი და ჩემი ცოლი რო გაიგოთ ჩვენი ამბავი რა. გაჩერდი იდიოტო, არ გაიგო. რა უნდა გაიგო, მაინც და მაინც უძენ უფიქრე. ძალიან დეგენერატი ხარ, მაგრამ უნდა ჩვენებურად ავახმაუროთ. აუ ცა. რა არის? ეცამი თუ მაცილებდი დაგერეკა მაინც რა, რავი, ეგრე რომ ვაიმე რაღაცა ბოდიში რა როგორ უხერხულად შემოგეჭერი. გავალ რა დაგირეკავ რომ შეიძლება მოგაკითხოთ ხო კი? სად ვიყავ? შენ ხო არ გააფრინე ცოტა. შენ ხო არ უბერავ, რა ხდება გამარტვიე? რა ხდება და 5 წუთშია დაეშვება პარიზის რეისიო, ეხლა გამოაცხადეს. რა ხდება? მიშო, რა ხდება აქ ამაზე გეკითხები, რა ხდება აქ საერთოდ? ამაზე რას მეკითხები? ჩანთა მაქვს და ჩანთა პასპორტი და ჩანთა. ჩასადები პასპორტის თვითონ ჩასადები. და ეს რომელია თვითონ პასპორტის ჩასადებია? თუ ჩანთა? ეს არის ჩანთა ცოტა წვრილი რომ მაინც ხო ხდები, ხო ბარგში რომ ნაკლები იმას. მიშო, ეხა ხალხი აქ და არ მინდა რომ ხო აქ ხალხში შევიცხვინოთ არის. რა ხდება მეთქი სად მიდიხარ? სად მიდივარ? რავი, ყველა მიდის ამ ქვეყნიდან და მე წავალ, არ შეიძლება? წავალ რა. შენ წადი, მაგრამ ეს სად მიყავს? ეს ვინ არის საერთოდ? გოგო, ნახე, აქედან რომ წავალ ეხლა მე რომ ჩავალ რომელიღაც ქვეყანაში, ხო? სანამ იქ მე სამსახურს ვიშოვი, ბინა თავბინავდები, ენას ვისწავლი, საყვარელს გავიჩენ და აქედანვე მიმყავს რა, რომ პირდაპირ გადმოგირიცხო ხოლმე ფული და რო არ ვიწვალოთ რა. ბევრი ეტაპებია გასავლელი რა. შენ ენა მიიგდე გოგო მან. ვინ არის მეთქი ეს? ეხლა ამიხსენი ნორმალურად თან ხალხია, თან ძალიან მერიდება. მამა ჩემი ეს. ვინ არის მამა შენი ქალია? აუ, მამა გითხარი, დედა ჩემია. ხო, ანუ შენ ხელა დედა ყავს ზუსტად და მე არ ვიცნობ დედა. რა დაირიედა გაკ. მე ჩემი და. და ვაიმე და როგორ არ გავხართ საერთოდ ერთმანეთს, რატო არ გავხართ? აყვანილია და არ ვეუბნებით, რა გაყვი. ვაიმე, მიშო, ეხა, კაი, всё, გასაგებია, ხო. რა ხდება მეთქი აქ გეკითხები. მითხარი ვინ არის? პირადი დაცვაა ჩემი ეს. ზაზაო რომ იყვება. არა, ზაზა. მეორე. არა, ზაზა ცუდად გახდა და ეს არის პროფესიონალი დაცვის თანამშრომელი ელგუჯა. ელგუჯა არის ეს, ხო? ეს არის ელგუჯა, კაცი არის ეს, ხო? გოგო, ხო გითხარ რომ პროფესიონალია მეთქი, ანუ ქალშია, ქალის ფორმაშია გადაცმული ახლა რომ ხოხტები როგორ. აი მე ხარ როგორ არ მინდა. საყვარელია ხო მითხარი პირდაპირ მომახალე სახეში მითხარი და მიდექი აი აქ და მითხარი რომ საყვარელია ხო? კახში ხო კაცი ხარ? ხო კაცი ხარ? ვისთვის როგორ ახლა შეიძლება შენთვის საყვარელია, ჩემთვის საერთოდ არ იყოს საყვარელი. გემოვნების ამბავია ცი ახლა, რატო იმაშვები რა? მე როგორ მაგიჟებს? კიდე მე რომ მაგიჟებს რა? ხო, რა ვიცი. ანუ ჩემთვის არის საყვარელი, შენთვის არ არის საყვარელი. შეიძლება გემოვნების ამბავია ცია, მე რა ვიცი. დამპალო კაცო, დამპალო კაცო. ძლივს ბათუმში წამიყვანე და იქაც გთხოვე რომ 1-3 დღე დავრჩეთ მეთქი და არა 3 დღე ვერ დავრჩები, საქმეები მაქვს და ეს არის შენი საქმე, ხო? ანუ ეს დუბაიში მიყავს ეს ძუკნა და ეგ არის შენი საქმე. ერთი წამიცია მასედაც ნუ უყურებ ყველაფერს. ბათუმში 3 დღე შენ რა ჯდება, იცი? მე რო გადავიანგარიშე ახლა დუბაიში ერთი კვირით ამასთან ერთად რო წავიდე, უფრო ნაკლები ჯდება და ნაკლები ხარჯი რო გავწიოთ ოჯახმა, ხო უფრო ჯობია ეგ. არა? შენ ქალი გქვია გოგო? შენ ქალი გქვია დღეიდან? ანუ ცოლიან კაცთან დაეთრევი და შენ ქალი გოგონია თავი? აუ მართლა არ ვიცოდი ცოლი თუ ყავდა რა საერთოდ თუ გაინტერესებს მართლა არ ვიცოდი. ვაიმე რა ცუდია. ხო, არა. ეხლა ხო გაიგე ცოლი ვარ მე. რას აპირებ? რას ვაპირებ? აი როგორც კი გავიგე, მართლა ძალიან განვიცადი, ბავშვებს ფიცავარ. აი ორივე შვილს ფიცავარ, ეხლაც განვიცდი ამ წუთას, აი რაღაც. აი მე შეცუკონა, შენაირი ქალები საერთოდ არ უნდა არსებობდნენ, იცი? არ უნდა არსებობდნენ, შენაირი ბოროტი ქალები. აი მომისმინე ძუკნაც ხარ და მაგარი გათახსირებული ქალიც რა. აი ეგეთი რო ხარ, იმიტომ არის შენი ქმარი ჩემთან რა. ხო, შენაირი ძუკნებს არ უნდა ყავდეთ რა. რა გოგო? შენ გოგო სარკეში იყურები საერთოდ რას გავხარ? არც ხას გავხარ, არც ნაშას გავხარ. და საერთოდ რო იცოდე, ბოტოქსსა და ფილერ შორის ხარ, სადღაც გაჩხერილი ხარ შუაში. ერთი წამი, მოდი მაინც თუ უნდა ვიჩხუბოთ. ერთი წამი, არა, ცია, ერთი წამი. თუ მაინც უნდა ვიჩხუბოთ ხალხი. დაამატებ რა მე ეს. მომისმინე, მე წავალ ხა, თუ მაინც უნდა ვიჩხუბოთ. მე წავალ 2 კვირით და უფრო დიდი მიზეზით დაუბრუნდები და მე რაც გინდა, რავი, დამცხე და აქ ავარ რა.
მიზეზი უფრო შენ თუ ეს გაპატიო, მე ხალი არ ვიყო, შენ თუ ეს გაპატიო. აი ხა, წაეთრი ახლა აქედან და სახში რო ჩამოხვა, სახში მოთრეული აღარ დაგინახო. ხო გაიგე? წაეთრიე, სადაც მართლა ჯობია. მე შენ ამას არ გაპატიე. ერთი წამი, რავი, ახლა მე შექმები რომ გინდოდა ის მაღალყელენი, მაგის ჩამოტანას ვაპირებდი, რავი, თუ არ გინდა, კაი, არ ჩამოვალ და იგი ხარ. წავიდე. ხო, წაეთრიე, ჩამობრძანდი, ჩექმები მომიტანე სახში და მე სადაც გინდა იქ წაეთრიე. ხო გაიგე? ხო. ხო. ხო და რაც გინდა ის არა, იცი რა, არა, როგორ მიღალატე, რა შეგჭირდებოდა ხალატი, რა შეგჭირდებოდა ბიჭო? რა ვიცი ახლა, აკრძალული ხილი გემრიელიაო და მერე პაპაია გეჭამა, შეჩემისა რაღა ხას მიახტი პირდაპირ. აუ ცია, მასედაც ნუ იმაშვები ახლა. აი ეს კაცო ხედავ იქით როზის, წვერიანი. ხო, მერე? ეგეც საყვარელთან ერთად მიდის, რო იცოდე. და მერე? ჩვენი ხო ჯობია ესე. აი მე შეხედე რა, შეხედე რა. ანუ რა ვიცი, რა ვთქვა, აღარ ვიცი და. შენ რა უნდა თქვა, მე ვარ სულელი. ესე იგი, უარაფროს გავყევი ცოლად, არაფერი არ გააჩნდა. ორი ერთი რაი ნაცკი არ ეცვა ფეხზე. ხო, ისეც გავყევი. კი, ჩემს სახში მივიყვანე. მე ვაშოვნინე ფულით, მე გავხადე კაცი, მე დავამსგავსე რაღაცას, ჩავაცვი და აი ეხლა ყავს საყვარელი, ეხლა მომდა საყვარელი. მე ჭკუა იხმარე, ჩემო კარგო, აი შენ რო კაცად აქციე და რო ჩააცვი და ყველანაირად რომ მოაწესრიგე მამაკაცი, იმიტომ არის ჩემთან ეხლა თორე ამას ვინ შეხედავდა ადრე. ანუ ეს ადრე რას გავდა? ზედა არასდროს არავინ. არა, ნუ აჩერებ სტორს ამბობს ბოზანდარა. მიდი ჩემი გოგო, მიდი ჩემი გოგო. ბოზანდარა. მიდი გავგზელება რას ვამბობთო? ანუ იმიტოა ჩემი. ხო, არა ვისაც, ცია, გეხვეწები. გეხვეწე, აი, თავიდან შენც რო შემოხვედი, მეც რო ეგრე შემოსულიყავი შენ ადგილზე. მეც ვინერვიულებდი, იმიტომ რომ ახლა უცხო ადამიანთან, კაცთან მით უმეტეს და გამიგე რა, აი ჩემი თანამშრომელია რა, მიხვდი, ანუ არაფერი საერთო არ მაქვს. უბრალოდ რაღაც პატარა საქმეზე მივდივარ და ორ კვირაში ჩამოვარდა. არანაირი შეხება მე ამ ადამიანთან არა მაქვს. სულ მეც ეგრე გავიგებდი, ცია, მაგას ვამბობ, ხო, აი. როგორ გამოვშტენდი უცბად, ხო? ხო, აი, შენ თავს გეცეცე. აი მე რა წარმოვიდგინე, ანუ თანამშრომლები ხართ საქმე. უბრალოდ ორი კვირით დავისვენებდით საქმიანად. ხო, საქმიან. ბოდიში გამომხევი და შენ რა, წამოდი. წამოდი. ვიმგზავრები, სად ბოდიში ვიმგზავრდები, და რეისი მაქვს. საით მივდივართ? აი, ერთი წამოდი. არაფერი, საქმე. ჩემი და არის ეს, ჩემი და. რა და არის, კაცია, რა და. და ჩემია, ბიჭო. რა და შენი გოგო, კაცია, ჩემია უბრალოდ. ერთი წამი, რა მამიდაშო, მოდი. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.